მომავალ კვირას საფრანგეთში გაიმართება ხელოვნური ინტელექტის გლობალური სამიტი, რომელსაც დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, ასევე იქნებიან მეცნიერები, ბიზნესმენები და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სახელწოდება არის ამ სამიტის AI Action Summit და მთავარი თემა, როგორც დასავლური მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავსებებს ინფორმაციას, იქნება შრომის უფლებების დაცვა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ქვეყანაში უკვე დადგა ეს პრობლემა, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება სამუშაო ადგილებში და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი, ამჟამად არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგულაცია, ისე რომ დაიცვან ადამიანის უფლებები და ამავდროულად განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი და სწორედ ეს იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც წამოაყენებს საფრანგეთის ხელისუფლება და ასევე სავარაუდოდ, როგორც მაგალითად გამოცემა პოლიტიკო აღნიშნავს, სავარაუდოდ დაიდება კონკრეტული დოკუმენტი, ვალდებულება, სადაც ქვეყნის მთავრობები და ბიზნესები აიღებენ იმის ვალდებულებას, რომ იზრუნებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის მართვის მექანიზმები. დადასტურებით კონკრეტულად ჯერჯერობით არ არის ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, ეს სამიტი უნდა გახდეს ევროპის გამოღვიძების კიდევ ერთი შესაძლებლობა, რადგან ევროპა, როგორც საფრანგეთში მიიჩნევენ, ამჟამად არის ამერიკისგან და ჩინეთისგან მომავალი რისკები გამოწვევის წინაშე ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროს მხრივ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა დონალდ ტრამპი, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოიყო ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე გასულ კვირას დაფიქსირდა ისტორიული მოვლენა, როდესაც საბაზრო ღირებულება დაეცა ამერიკული კორპორაციის NVIDIA-ს კორპორაციის 17%-ით შემცირდა მისი საბაზრო ღირებულება მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა ჩინური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი DeepSeek-ი. NVIDIA აწარმოებს ჩიპებს და როგორც აღნიშნავენ ინვესტორები, DeepSeek სჭირდება უფრო იაფიანი ჩიპები და რატომ უნდა იხადონ უფრო მეტი, რადგან დაახლოებით ისევე მუშაობს DeepSeek-ი ჩინური ჩატბოტი, როგორც ამას კომპანია OpenAI-ს შექმნილი ჩატბოტი ChatGPT აკეთებს. როგორც ცნობილი არის, პარიზში სამიტს ასევე დაესწრება Google-ის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია OpenAI-ს წარმომადგენელი სემ ალტმანი.